დეკემბრის თვე. დღეს უკვე დეკემბერი არის, შესაბამისად ნახოთ, როგორი პროგნოზი იქნება მათთვის, ვისაც არსებულ ვიდეოს უჩვენებს. მეგობრებო, თქვენი მხრიდან აქტიურობა მნიშვნელოვანი არის, ერთგვარი სტიმულიც არის და ამავდროულად არის გარკვეული სახის ბალანსირება იმ გაწეული შრომისთვის, რასაც ვახორციელებთ თქვენთან მიმართებაში. მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათ ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ აქვს, რომ გამოიწეროთ. ნახოთ, როგორი არის დეკემბრისთვის პროგნოზი თქვენთვის. ვისაც პირადი კონსულტაცია სჭირდება, მიკავშირდება Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მოდით ვნახოთ ზოგადი ფონი თქვენთვის როგორი იქნება დეკემბრის თვეში, პირველი ვარიანტი. ორ ვარიანტად გავაკეთოთ დღეს. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ორი კარტი ერთდროულად ამოვიდა, ესე იყოს. ზოგადად მნიშვნელოვანი სიახლე რა შეიძლება იყოს არსებულ ვარიანტისთვის, პირველი ვარიანტის მდგომარეობა და მეორე ვარიანტის მდგომარეობა. ზოგადად ფონი, სიახლის მდგომარეობა და თავარი გაფრთხილება ვნახოთ არსებულ თვეში, რაც იქნება ავტომატურ რეჟიმში. მსგავსი გაშლა ან ნებისმიერი სხვა თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, განმეორდები. მოკლედ, პირველი, მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც ახლოს არის, რომელიც მეტად დაგიძახებთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. ზოგადად თვის ფონი დეკემბრის თვეში როგორი იქნება თქვენთვის. დეკემბრის თვე თქვენთვის იქნება განსაკუთრებულად იდუმალი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ რამეზე მოგიწევთ დაფიქრება და გააზრების მდგომარეობა. ეს არის პერიოდი თქვენთვის, როდესაც გექნებათ გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად სიღრმისეული ჩართულობა, ხო? უფრო მეტად გააზრებულობა იმის, რომ სად არის შენი ადგილი. წელიწადი მთავრდება, იხურება გარკვეული სახის ციკლი, პერიოდი, შესაბამისად თითქოს შენთვის იქნება ეს ერთგვარი დამაფიქრებელი პერიოდი, რომ იცი ახალი წლის მდგომარეობას მე სად შევხვდი, ახალი წელი ჩემთვის სად შეიძლება იყოს სასიკეთო, ხო? ანუ მთელი თვის განმავლობაში გექნება გარკვეული სახის, ესე ვიტყოდი, რყევები იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი რაც მოძველებული არის, რომ შენი ცხოვრებიდან გაუშვა, ეს იქნება ადამიანების, სიტუაციები და ასე შემდეგ. შესაბამისად არსებული თვე შენთვის იქნება სრული სიტყვის მნიშვნელობით ტრანსფორმაციული პერიოდის ჩახურვა. გაზრდის პერიოდი იქნება და პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ გაზაფხულის მდგომარეობით, ხო, პირდაპირ გაზაფხულის პერიოდი, როდესაც დაგეწყება, პირდაპირ გექნება ერთიანი გამოღვიძება და ძირფესვიანი ცვლილება ცხოვრებისეული საკითხების. თავარი არის ახლა დეკემბრის თვეში დაგეგმო ის ცვლილებები, რაც შეიძლება რომ შენ გინდოდეს ახალ 2026 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვს და გააზრების მდგომარეობა არის. აღარ გადადო ცვლილებები, რომლებიც გინდა რომ განახორციელო. ძალიან ძლიერი მფარველობა გაქვს სამების კუთხით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ რელიგიაში იმყოფებით, პირდაპირ სამების ენერგია ამოდის პირდაპირ მნიშვნელობით. მოდით ვნახოთ ზოგადად მნიშვნელოვანი სიახლეები ამ თვეში რა შეიძლება იყოს. სიახლეების კუთხით ამოდის ესეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი არის წარსულისეულად დაბრუნდნენ ადამიანები, სიტუაციები, რის ფონზეც მოგიწევთ გარკვეული კუთხით საკუთარი ტერიტორიების დაცვა, ესე ვიტყოდი, ხო? ეს პერიოდი თქვენთვის კარმული მეთქი პირველად აქ რაც ამოვიდა ინფორმაცია, უბრალოდ არ მithქვავს. კარმული არის ასევე იმ კუთხით, რომ გაიაზრო, გაიზარდე სიტუაციურად თუ არ გაიზარდე. მსგავსი სიტუაციები, რაც შეიძლება რომ წინამდებარე პერიოდებში ცხოვრებისეულ ასპექტებში ქონოდა, შეიძლება დაგიბრუნდეს ამ პერიოდში და სამყარო მოგიწყოს ერთგვარი გამოცდა, შენ შეძელი სიტუაციურად გაგაზრდილიყავი თუ არ გაზრდილიყავი, ხო? ანუ მზად ხარ ახალ ეტაპზე თუ გადახვიდე თუ არ გადახვიდე. ადამიანები, ვინც წარსულისეულად დაბრუნდებიან, ეცადე შენ გარემოცვაში არ მიიღო, ეცადე რომ უფრო მეტად მკაცრი იყო და დააწესო ბარიერები ადამიანებთან და სიტუაციებთან მიმართებაში, რომ პირდაპირ მნიშვნელობით არ კონდეს იმედგაცრუების მომენტი, ესე ვიტყოდი, ხო? შესაბამისად, შემდეგ როდესაც აი ამ გაკვეთილს გადალახავ, მე რო ყველაფერი უკეთესობისკენ გიქნება, ანუ მთავარი სიახლის კუთხით მოდის, გამოცდები ისევ, ბოლომდე ჩახურავ თუ არ ჩახურავ. ცბიერი ადამიანები შეიძლება ეცადონ სიტუაციურად მოგატყონ და ასე შემდეგ. აი ეს უნდა გადალახო როგორ მე. და მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, გაფრთხილება თქვენთვის. გაფრთხილების კუთხითაც ავტომატურად მოდის ინფორმაცია, ძალიან კარგად რეზონირდება არსებული კარტები, რომლებსაც ვამბობ. მოკვეთა იმ სიტუაციებისა და იმ კავშირებისა, რომლებიც უკვე დაძველდა, რომელიც უკვე ნაყოფს აღარღებულობს და რომლებიც უკვე თქვენთვის დამაზიანებელი არის. გაწყვიტე ისეთ ადამიანებთან კავშირი, ვინც შენთვის ენერგოვამპირები არიან, ვინც შენთვის გამაღიზიანებლები არიან, ვისთან მიმართებაშიც აღარ გაქვს სულიერი კავშირი, აღარც საქმიანი კავშირი, ხო? აი რო ხედავ რომ ადამიანი შენ გაღიზიანებს უკვე და შენთვის არაფერს აღარ წარმოადგენს და უბრალოდ ენერგიას გიჭამს პირდაპირ მნიშვნელობით. აი ესეთი გარემოცვით
წრიდან უნდა გამოხვიდე. ასევე საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება, თუ კი დეკემბრის თვეში უფრო მეტად იქნები სიფხიზლის მდგომარეობაში და გარკვეული კუთხით წმენდების თემებს ჩაიტარებ. საკმაოდ კარგი იქნება შენთვის ენერგეტიკის განთავისუფლება. თუ არ იცი წმენდები როგორ გააკეთო, ადრეც მაქვს ნათქვამი, მაქვს სპეციალური ჯგუფი, სადაც ვასწავლი წმენდებსაც, პრაქტიკებს ავწდებ და ჩემთან ერთად შეგეძლებათ, რომ წმენდა გაიკეთოთ. რა თქმა უნდა, ხო, თქვენივე ჩართულობით. ამ არსებულ თვეში მეტად იფრთხილე, რომ შეიძლება იყოს გარკვეული სახის თვალის თემები, შურის თემები, გარკვეული სახის ჭორების თემები, ინტრიგები, აი ეს რა ყველაფერად დაკავშირებული არის კომუნიკაციებთან დაკავშირებით, აი აქ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინე. იქნება გარკვეული სახის თავდასხმა გარშემოყოფებისგან იმ კუთხით, რომ რაღაცაში დაგადანაშაულონ, მაგრამ გაწყვიტე ისეთი კავშირები, რომლებიც შენთვის ტოქსიკური არის. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტებისთვის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ, რამდენად ახლოს იყო თქვენთან და გრძნობდით არსებულ სიტუაციებს ენერგეტიკულად თქვენთვის, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ზოგადი თვის ფონი. ზოგადი თვის ფონი საკმაოდ კარგად დაემთხვა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირდაპირ ამოდის ზამთრის პერიოდი და პირდაპირ ამოდის როგორც ახალი წლის დღესასწაულის მდგომარეობა, ხო? შენთვის არსებული პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი არის და საკმაოდ დიდ საჩუქრებთანაც კი არის დაკავშირებული. როგორც ცხოვრებისეული სიტუაციების კუთხით, ასევე ადამიანებისგან შესაძლებელი არის იყოს გარკვეული სახის პატარ-პატარა საჩუქრები, სასიამოვნო სიტუაციები. შეიძლება ის იყოს ფინანსური გარკვეული სახის პატარა სარგებელი რომ მოგცეთ, ხო შეიძლება ის იყოს ბონუსი, ვინც მუშაობთ სამსახურეობრივი სიტუაციით. ანუ თლიანობაში ეს პერიოდი დეკემბრის თვე თქვენთვის საკმაოდ სასიხარულო პერიოდი იქნება ამ მომენტიდან ჩართული, ხო, რა მომენტიდანაც ამ ვიდეოს ნახავთ. ასევე აქ რასაც მიჩვენებს თვის განმავლობაში გექნება გარკვეული სახის უფრო მეტი გააქტიურებული ყურადღება სიტუაციურად. ანუ შემყოფი ადამიანი, შენს გვერდ შემოყოფი ადამიანები უფრო მეტად დაინტერესებიან შენით. რას აკეთებ, როგორ იქცევი, რა ცხოვრებისეული სიტუაციით ცხოვრობ, ანუ თითქოს უფრო მეტად მძაფრდება შენ და მე ინტერესი, იმიტომ რომ ყურადღების ცენტრში მეტად ექცევი. შენ პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში ანათებ როგორც მზის სხივი, ანათებ როგორც თეთრი ქათქათა თოვლი, ხო? თოვლის ფიბკი, ესე ვიტყოდი, ხო, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი უყურებ თუ ქალი, ანუ ენერგეტიკული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, გარშემოყოფებისთვის იქნება მსგავსი კუთხით. შესაბამისად, ეცადე რომ გქონდეს თავდაჭერილი მდგომარეობა, კომპლიმენტები რა თქმა უნდა მიიღე გარშემოყოფი ადამიანებისგან, უბრალოდ ზედმეტად ცხვირს ნუ ჩააყოფინებ საკუთარ სიტუაციებში, რომ მე გარკვეული სახის განხილვის საგანი არ იყო და ზედმეტად ინტერესები რომ არ ქონდეთ შენთან. ზოგადად მთავარი სიახლეები არსებულ თვეში შენთვის რა იქნება? მთავარი სიახლეების კუთხით, რასაც მიჩვენებს, ეს იქნება ემოციური მდგომარეობა გრძნობების კუთხით. არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპისთვის იმყოფებით ურთიერთობაში თუ არ იმყოფებით, თქვენთვის უფრო მეტად აქტუალური შესაძლებელი არის გახდეს დეკემბრის თვე ურთიერთობების თვალსაზრისით. პირველი, თუ ხართ ურთიერთობაში და ძალიან გაურკვეველი მდგომარეობა არის და ვერ დალაგებული ხართ და ვერ გაგებული ხართ, ვინსად ხართ და რა სიტუაციაში ხართ, პირდაპირ მნიშვნელობით უფრო მეტად იქნება ბიძგების სიტუაციურად, რომ რაღაცა შეიცვალოს, დასაწვავი დაიწვას, გასაშვები გაეშვას, დასარჩენი დარჩეს. ანუ ეცადეთ, რომ მეტად გააკონტროლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა და ქმედებებს მიაქციეთ ყურადღება რა ქმედებებსაც განახორციელებთ, რომ თქვენმა აფექტურმა მდგომარეობამ რაღაცა მომენტში სანანებლად არ გაგიხარდოთ გარკვეული სახის სიტუაციები. მეტი კონტროლირება გჭირდება საკუთარი თავის, საკუთარი ცეცხლოვანი ენერგიის, იმ წველი ცეცხლოვანი ნების ენერგიის, რომელიც გაგაჩნია, რომ ეს მარტო საყვარელ ადამიანთან მიმართებაში კი არა. უბრალოდ შეიძლება იყოს ეს ოჯახის წევრები, შვილი, ძმა და მეგობარი, ნათესავი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს რაღაცა შენმა ფეთქებადობამ ურთიერთობა რომ მეტად არ გაგიფუჭოს. ამას მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ მეტად იმატებს ეს რაღაცა მოჭარბებული ენერგიები, ეცადე რომ მეტად ფიზიკურად დაიწვევსო თავი, ფიზიკურ ენერგიაში ჩადო ეს ცეცხლოვანი ენერგიები. და თავარი გაფრთხილება თქვენთვის. ჯადოსნური ქვაბი ვთქვათ, ხო? პირობითად. საკმაოდ კარგი პერიოდი ამოდის და საკმაოდ ნაყოფიერი თემა ამოდის. მოდი ესეთ რაღაცას გეტყოდი. გაფრთხილების თემაში, რადგან ესეთი რაღაც სიტუაცია ამოდის, ზოგჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ თავს როგორი კუთხით მიუდგებით და როგორ დავაპროგრამებთ სიტუაციური თვალსაზრისით. შენ როგორც ადამიანს გაქვს ძალიან ძლიერი პოტენციალი, ესე ვიტყოდი, რომ საკუთარ თავს გარკვეული კუთხით მოუტანო როგორც ბედნიერება, ასევე უბედურება.
ძალიან ძლიერი სიტყვის ძალა და მენტალური მხარეს აჩვენებს შენსას. აქ გაფრთხილების თვალსაზრისით ამოდის, რომ შენმა ამ ემოციურმა მდგომარეობამ, შენმა ამ ნეგატიურმა განწყობამ თავადვე არ გაგიფუჭოს ენერგია, ხო, თავადვე არ გაგხეთქოს ენერგეტიკულად შიგნიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაგროვილი არის აქაც ვახსენეთ ცეცხლოვანი ენერგია და შესაბამისად შესაძლებელი არის, რომ ვერ მისცე გასაქანე რეალიზირების კუთხით, მეტად გქონდეს ეს რაღაც აგრესიების მომენტი. აქ გაფრთხილებაში ამოდის მაქსიმალურად ხარჯავ ენერგიას ფიზიკურ დონეზე, ან რაღაცით კავდები, არ აქვს მნიშვნელობა გააქვს საქმე თუ არა გაქვს, რაღაცა უნდა გააკეთო, თუნდაც მენტალური მხარე დაატვირთე, რომ არ გქონდეს ზედმეტი ფიქრის მდგომარეობა. ნეგატიური აზრები შეგაწუხებს, გადაერთვე რამეზე, ჩართე ფილმი, ჩართე მუსიკა, კინო, დაალაგე სახლი, იმუშავე, არ აქვს მნიშვნელობა. არ მისცე საშუალება საკუთარ ნეგატიურ განწყობას, რომ ხელი შეგიშალოს. აქ პირდაპირ გაფრთხილება შემოდის უაზრო ფიქრები, რომლებიც არ არის საჭირო გქონდეს. უაზრო დასტრესვა და ნერვიულობა ის რაღაცებზე, რაც საჭირო არის, რომ ინერვიულო. აქ გაფრთხილება შემოდის, ყველას როგორც თქვა ხოლმე თავში ტარაკანები ყავს, ხო, ესეთი გამოთქვა არსებობს და შენ შინაგან ტარაკანებს ესე დავარქვა და შინაგან დემონებს ნუ მისცე მის საშუალებას, რომ ნეგატიური ენერგიებში გადაგიშვან და ნეგატიურად დაგაპროგრამონ საკუთარი თავი. რაც არ უნდა იყოს გარკვეული სახის სირთულეები, შენ იმდენად ძლიერი მფარველობა გაქვს და იმდენად ძლიერი იღბლის თემა გაქვს, რომ ყველაფერს აღწევ თავს უბრალოდ მეტი წვალების ფონზე. Вот так. ასეთი იყო არსებული ვარიანტის არსებული ინფორმაცია ორივესთვის, დამიწერეთ რამდენად რეზონირს და რამდენად გრძნობთ ენერგეტიკულად არსებულ სიტუაციებს, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას ნახვამდის.